Hello. Hello, Christy. Welcome to the show. გამარჯობა კრისტი. მოხარული ვარ შენთან შეხვედრით. მოკალათით კომფორტულად. And welcome Georgia again to the Green Show with me, Rich Green, and გამარჯობა საქართველო. Beauty and Glamour has arrived in the Green Show studio tonight in the form of ეთერშია Green Show ჩემთან, Rich Green-თან და ცნობილ მოდელთან და მსახიობთან კრისტი ყიფშიძესთან ერთად. Christy, welcome კეთილი to the იყო შენი show. მობრძანება. გამარჯობა. How was my Georgia? ჩემი ქართული Nice როგორ to meet მოგწონს? you. And you. And welcome to Georgia. Thank you very much. Didi Modlova. I've seen you. მე შენჯერ მაკიაჟის გარეშე გნახე. შემდგომ უკვე მაკიაჟით. და მინდა გითხრა რომ ორივე შემთხვევაში ფანტასტიკურად გამოიყურები. With or without. I see Penelope Cruz. პენელოპა კრუზ გავხარ. Yes, it's ძალიან დიდი მადლობა. მე მაგალითად არ მიყვარს, როცა ვიღაცას მადარებენ. პენელოპა უდაოდ ძალიან ლამაზი ქალბატონია და ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მაგრამ მე რაღაცა ისეთი ის მაგ ცუდი რეაქცია მაქვს ამაზე იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ინდივიდუალური. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ორი ადამიანი, ვისაც ვადარებ ჩემ თავს, ეს არის მამა ჩემი და ჩემი შვილი. ანუ ჩვენ სამივე ვგავართ ერთმანეთს და ანუ მან შეიძლება შედარება მაგაზე არ ბრაზდებ პირიქით, მე ამაყება და რაც შეეხება ნატურალის, ანუ რაც თქვენ აღნიშნეთ, მეც არ მიყვარს ეს მეიქაპი და არ მიყვარს არანაირი ეს რაღაცა ზედმეტი რაღაცების გაკეთება, ანუ არანაირად არანაირი პლასტიკური ქირურგიის და რაღაცების ჩარებების გარეშე და ხო. But I hope you're comfortable. ფიქრობ თავს ჩვენ სტუდიაში კარგად გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პოდიუმი საფრანგეთში. To make you feel a little bit more relaxed. It's a traditional Green Show cheat. მინდა საჩუქარი გაგიკეთო. Green Show-ს ტრადიციული I don't ჩუქარი. know, maybe you could have ძალიან მიყვარს. tea or coffee. Oh, you do. Good. Thank You you. could put makeup. ამ ჭიქით შეგიძლია ყავან ჩაი დალიო. ან სულაც ეგრეთ წოდებული რუმინის It's სპონჯი quite მოაქვს. მაგრამ რადგან ინგლისიდან არის, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჩაის ჭიქა. Yes, perfect. რა თქმა უნდა. Good English tea. კარგი ინგლისური Excellent ჩაი choice. ასწორებს. I want to start by asking you, did your family and friends მინდა ასეთი კითხვით დავიწყო. encourage you პროფესიის არჩევაში ოჯახი ან მეგობრები დაგეხმარნენ თუ თავად მიიღე that you გადაწყვეტილება made on მოდელი your own to გამხდარიყავი. pursue this career? ძალიან შემთხვევით მოხდა, მე ამაზე არ მიფიქრია, ვიყავით 16 წლის და ძალიან შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. და მშობლები კი მათ რაღაცა ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი. მე მესმის ახლა რასაც მეკითხებით, ანუ საქართველოს მენტალობა ვთქვათ არის ეს, მაგრამ არ მგონი ახლა დღეს აღარ არის ეს შემორჩენილი, მაგრამ ჩემი მშობლები 19 წლით არიან ჩემზე უფროსები. ანუ ესეთი ახალგაზრდა მშობლები, ნუ იმ პერიოდში ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და პირიქით ძალიან მოწონდათ ეს ჩემი გადაწყვეტილება და არიან ჩემი ასე ვთქვათ გულშემატკივრები და Good answer. Thank you. Is there a part of your body გაქვს სხეულის რომელიმე ნაწილი რომელიც არ მოგწონს. and if you had a chance to და მის change შესვლაზე თუ ნუ გიფიქრე. ეხლა უკვე რაღაცა ასაკში ცოტა მოვიმატე. ნუ ეს იმიტომ რომ ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ. კი, შეიძლება ცოტა მინდა დავიკლო და ყოველთვის ამაზე ვშრომობ და მაგრამ არაფერს არ გადავიკეთებ. იმიტომ კი არა რომ ძალიან მომწონს ჩემი თავი, უბრალოდ მეშინია რომ მე არ მომეწონოს, რა ვქნა. აი ერთადერთი აი თმებზე ექსპერიმენტებს ვაპტარებ. ისიც მე ძალიან რთულად. თქვათ ერთხელ გადავიპარსე და მე ძალიან ვინანე, ხო? Did you? Yeah. Well, I've shaved my head 3 მე times თავს a კვირაში week, სამჯერ but ვიპარსავ. See, it's a style that და suits me ფიქრობ ეს now. სტილი მიხდება. გიხდებათ. Yeah, and you mentioned რაც about your შეეხება weight. ჩემს წონას, მეც უნდა I've შევეცადო got to watch my დავაკონტროლო ის. weight as well. რადგან because მეუბნებიან since რომ I've been რაც in საქართველოში Georgia, ჩამოვედი, წონაში my weight's მოვიმატე. going up very, very steadily. თუმცა იმასაც ამობენ But რომ მიხდება. everybody's ეს happy with my look. ყველა სტუმარზე, ანუ ვინც ჩამოდის, ყველას ეგემართება, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი და ძალიან უყიერი საჭმელებია. You look fantastic, don't worry. ფანტასტიკურად Don't გამოიყურება. change. სანერვიულო არაფერი გაქვს. არ შეიცვალო. Have you ever lied სამოდელო სააგენტოში To an კარგი agency. სამსახურის მისაღებად ოდესმე ტყუილი to თუ land a გიყავს. top modelling job? არა, მე საერთოდ ტყუილები არ მიყვარს. და მე რაღაც სხვანაირი პრინციპებით ვცხოვრობ და არასდროს არ ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა გამიკეთონ მე. Let me ask you now, if an agency told you that they wanted you and all the other models at the show to model naked,
და პოდიუმზე შიშვლად გასვლას თუ შემოგთავაზებენ რას იზამ? გახვალ სცენაზე შიშველი. სულ შიშველი? Absolutely. Absolutely. Ну, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ მე მქონია, ვთქვათ, იყო მაგალითად ესეთი შოუ, სადაც გამჭირვალე მეცვა და ჩანდა. მაგრამ ეს არ არის, ანუ, თავარია იცი რა არის ვულგარულობა, ხო, აი ვთქვათ, შეიძლება იყო შიშველი, მაგრამ არ იყო ვულგარული და შეიძლება იყო ჩაცმული, მაგრამ იყო ძალიან ვულგარული. ვულგარული ყველაფერი, ანუ, აი თუ შევეხებით ამ კითხვას ესე უფრო ღრმად, მე ვფიქრობ, რომ იცი როგორ არის, ანუ არის რამოდენიმე ტიპი, ხო ვთქვათ, ანუ lingerie underwears მოდელები არიან სხვა რაღაცა აღნაგობის, არის ეს პრედაპორტე და არის კიდე ოთხკუწური. მე უფრო რაღაცა აი ოთხკუწურის, იმიტომ რომ მე უფრო თეატრალიზებული მიყვარს, ეხლა ჩემ თავს ძალიან მიჭირს ამის მოყოლა, ეს ჯობია ვინმეს კითხოთ როგორი მოდელი ვარ. ხო, იმიტომ რომ მე აი მთლიანად აი მთელ ამ ჩემ ენერგიას გამოვცემ და უკვე 20 წლის მანძილზე, ანუ ძალიან დიდი ექსპერიენსი მაქვს, ანუ 20 წელი, 21 წელი წავიდა, უკვე დაიწყო უკვე. და რო გამოვდივარ, მე აბსოლუტურად ყველა მაყურებელს ვეხები, არ დამიჯერეთ, მაგრამ მართლა უკვე იმ იმამზე ვარ გადასული, იმ ეტაპზე, რომ აბსოლუტურად ყველას ვგრძნობ, ყველას ვუყოფ ამ ჩემ ენერგიას გამოვცემ, ყველას ვურიგებ, მაგრამ აი მე უკვე რო შემოვდივარ, ის ყველაფერი ისე კარგად ბრუნდება და ისეთი ბედნიერი ვარ, ეს არის აი ყველაზე დიდი სიამოვნება, რასაც ძალიან მიყვარს სცენა. სცენი მჭირს, იმიტომ რომ 20 წელი, მოდელის კარიერის ძალიან ბევრია. ანუ ძალიან იშვიათი არის თუ ვინმე შემორჩეს. მაგრამ ნუ რო გითხრათ ძალიან ხშირად არ გავდივარ, მაგრამ ვყავს ჩემი საყვარელი დიზაინერები, ვისთანაც გამოვდივარ სიამოვნებით და ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის ეს ჩემი რაღაც ისიც არის, რომ უნდა closing იყოს, აუცილებლად ანუ არ გახსნა და ხურვა, ნუ ეს არის ეს ჩემი მოთხოვნა. კი არა, ნუ ამას არც მოთხოვნაც არ ქვია, ანუ ეს ესეც ხდება. ანუ მე რაღაც ესეთი ბოლო აკორდივით ვარ გამოვდივარ და ამას ვაკეთებ და მინდა არ ვიცი რამდენი წელი გაგრძელდება კიდე ჩემი გამოსვლები, მაგრამ ძალიან იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ რაღაც ვერ მივდივარ და არც მიშვებს. აი როგორც კი გამიშვებს, ალბათ მე წავა. ჩემ თვალწინ გაიზარდა ეს ქართული მოდა და ძალიან, ანუ ეს ომის შემდგომი პერიოდი, მანამდეც ხდებოდა რაღაცები, მაგრამ აი 94-ში დავიწყე მე და მაშინ დაიწყო უკვე რაღაცები, ახალი ვთქვათ, სააგენტო ნატალი, რომელიც 95-ში ჩამოყალიბდა და ვიყავი მაგ სააგენტოს ესეთი ერთ-ერთი როგორ ვთქვა, ნუ მოდელი და შემდეგ უკვე ეხა უკვე ბოლო დროს არ ვარ არც სააგენტოში, არაფერი, მე თვითონ ვარ სააგენტო და თუ ვინმეს რამე ჭირდება, მე თავად მირეკავს, ანუ არ ეკუთვნი არც ერთ სააგენტოს, უკვე ძალიან დიდი ხანია. ხშირად მისმევენ კითხვას, რომ რატო არ ხსნის შენ საკუთარ სააგენტოს. საქართველოში რაღაცა ეს ბიზნესი ისედაც რაღაცა სულ ენთუზიაზმზე არის. ისედაც მე თვითონ ვარ სულ ენთუზიაზმზე, ხა თქვენ ვერ დამიჯერეთ, მაგრამ ხო, მე რაღაცა ძალიან ისეთ კეთილგანწყობით ვარ და ყოველთვის ყველაფერს ისე მე მირჩევნია, რომ ეს როგორც ჩერითი ისეთი, ანუ როგორც ქველმოქმედება ჩამეთვალოს, ვიდრე გამოვართვა რაღაცა ესეთი მიზერული თანხა, რომელიც მე არაფერში არაფერს არ მომიმატებს, ანუ არ დაამატებს ჩემს ბიუჯეტს და აი ესეთი სხვანაირი იმითი ვარ ხედვით კი არა და როგორ ვთქვა მინდა ინგლისურად უპასუხო და გავგიშტი. No, I understand. Yes, Michelle. Yeah, I've got to ask you as well, what's the worst thing? Მითხარი. Anybody's ever said about maybe about your appearance that's upset you? იცით რა არის, მე საერთოდ ესეთი კარგი თვისება მაქვს, რომ არ ვიმახსოვრებ ცუდ რაღაცებს. აი ცუდი რაღაც რო ხდება, ვთქვათ. მალევე ვივიწყებ.
ნუ ალბათ რამე უთქვეთ, მაგრამ ეხლა ძალიან მიჭირს ამის გახსენება. ნუ ბოროტი ხალხი რა თქმა უნდა არის. ეს უფრო სოციალურ ქსელში, თქვათ, რაღაცეები დაიწერებოდა. მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ ამას რომ მივაქცევ ყურადღება, უნდა მომეშალოს ნერვები რაღაც, ანუ არ მიიღირს ვიღაცა ბოროტი ადამიანის რაღაცა დაწერილი ტექსტი ჩემზე, რაღაცა ჩემს ნერვებად, იმიტომ რომ მე ძალიან უხტყიდები ჩემს ნერვებს და ერთადერთი რაზეც ბრაზდები, ბოდი და ეხა აღარ ბრაზდები, ეს არის ჩემი შვილი, რომელიც ამას აიკითხავდა და ამაზე ნერვიულობდა. და მე ამაზე ვნერვიულობდი, იმიტომ რომ იმაზე კი რა დაწერეს, ანუ ის რომ და მე აუხსენი და ესეთი გოგოა, რომ გაიგო და ეხლა უკვე აღარ აქცევს ყურადღებას. აი ეს ბევრი ცუდი ჭორი არც გამიგიჩა. Well, let's move on and have a bit of fun. We had Nicole Zagarelli on the show. რამდენიმე ხნის წინ გადაცემაში მიხეილ ზაგარელი მყავდა სტუმრად და მან ასაკის გამოცნობის ტექნიკა მასწავლა. I can probably tell your age. Inda and your birthday. ძალიან მარტივია. Can I have a go? Do you mind? Looking at your eyes. And your hair color. And the positive energy that you're giving me. და იმის გათვალისწინებით რომ შენთან პოზიტიური ენერგია მოდის, შემიძლია თამამად გითხრა. 30th of September, your birthday. Am I right? 30 სექტემბერს დაიბადე. კი. მადლობა. Thank you, Mikhail. მიხეილ შენ. და მე ვარ სასწორი და ძალიან სხვათა შორის მე ძალიან მჯერა, ანუ ძალიან არა, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ემთხვევა ძალიან. The scales. სასწორი. The scales, that would be It leaves me now. და წელიწადით ვარ გველი და ნუ რაღაცა ის გველი და სასწორი. Yeah, well. და ჩემი შვილიც გველია. მისი მამაც გველია, რაღაცა ძალიან გველთა ოჯახი გამოვედი. Right now, from what you've seen today of this mature English gentleman, do you think I've got the body and the face for modelling? Do you think I've got potential? ადრე იყო, თქვათ, მხოლოდ რაღაცა აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაღაცა სტანდარტული, მაგრამ ბოლო დროს დიზაინერებს მაგალითად გამოყავთ ადამიანი, შეიძლება ჩვენთან ერთად გამოსულა, თქვათ, მოხუცი ქალი, ძალიან ესეთი მსუქანი გოგო, ანუ ესეთი ექსპერიმენტების ჩატარებული, იმიტომ რომ დიზაინერს როგორ ხასიათზეც არის, როგორი ინსპირაციაც მოდის და როგორი მუზაც შეიძლება ვინმეს მუზაც გახდეს. ანუ ყველა ადამიანი ლამაზია, არ დაიჯეროთ, რომ ვინმე არის ეს ულამაზო და უშნო და ესეთი მახინჯი მხოლოდ რაღაცა შეიძლება სული იყოს, იმიტომ რომ ეს რაღაცა გაბოროტებული იყოს. ეს რაღაცა მე ესე ვთვლი და Now what's the best selling thing at the moment in the fashion industry in Georgia რა არის ყველაზე გაყიდვადი და რა ტენდენციები შეინიშნება ამ მხრივ? საქართველოში და საერთოდ სოფლიოში რაღაცა რო გამოდის, თქვა გამოვიდა მოდაში არის ეს ჭიქა, ხო? ყველა წავა აყვება ამას. ანუ ესე კონკრეტულად ერთი ნივთი არ იქნება, ანუ ძალიან უყვართ ხალხს, აი ეს რაღაცა მიბაძვა არა, მაგრამ რაღაცა ესეთი აი რაღაც გამოვა და მე ყველასაცვია. ანუ ესე კონკრეტულად ერთი რაღაც ვერ ანუ სულ არ არის ეს იცვლება. მაგრამ ხალხს უყვარს. მე გამოდიღარ ყველას ერთნაირად აცვია. მაგრამ შეიძლება ვინმეს რაღაცა თქვათ ჩაცმულობა ამ ჩემზე რაღაცა გავლენა მოახდინოს. აი რომ შევხედო და ისე მომეწონოს, ის კი არა რომ ესეთი მინდოდეს, მაგრამ იმდენად მომეწონოს, რომ ამ სტილში რაღაცა მომინდეს, რომ ჩავეცვა. მაგრამ ამას არ დავმალავ და ვიტყვი, რომ აი ეს იქიდან წამოვედა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად მეწევს ეს ჩაცმა, ეს მაკიაჟი, ეს ყველაფერი იმდენად ანუ დიდი დოზით მაქვს, რომ ყველაზე კომფორტულად ვარ ხალათში და ჩუსტებში. და სახში. Do you think Georgian men spend enough money? ქართველები საკუთარი ქალების სილამაზეზე ფულს ხარჯავენ. მე ვიცნობ ესეთ მამაკაცებს, ჩემი მაგალითად დაქალის ქმარი, მას უყვარს, როცა ის ქალი იმ ქალისთვის ყიდულობს, ამ რაღაცა ძალიან ზრუნავს. ხო, აი მე ვიცნობ ესეთ კაცებს. თუ არის კეთილი ადამიანი და მას მოწონს, რომ ის მისი ქალი არის ლამაზად ჩაცმული და თუ ფული აქვს და არ აძლევს, ეს უკვე ძალიან ცუდი კაცია.
Yeah, no, I think if Georgian men, I think they want to make their women look beautiful. But maybe they don't have the means to do it. მაგრამ სამისოდ ფული არ ყოფნის. ხომ ასეა? კი, ეგეთებიც არიან, მაგრამ ნუ ყველაფერი ფულზე ხო არ არის. აუცილებლად თავარია ის რაღაცა რესპექტი, რომელიც აი ანუ როგორ ექცევა ამ ქალს. როგორ უყვარს და ის ქალი ჩვეულებრივ რაღაცა შეიძლება $10 რაღაცა კაბაშიც კი იყოს ბედნიერი, ეს მართლაც ეგრეა. იმიტომ რომ არ არის აუცილებლად შეიძლება მე ვიცი, მაგალითად მინახავს ქალები ძალიან მდიდარი თქვა ოჯახიდან აცვიათ, მაგრამ იმათ აქვს ჩამქრალი სახე, იმიტომ რომ ისინი ანუ ისეთი ბედნიერები არ არიან. ანუ ფულში არ არის ბედნიერება. ნუ ეს უკვე ქალზეც არის დამოკიდებული, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთვის მაგალითად სხვანაირად მე მაგალითად ჩემი კომფორტი არის სხვა. ანუ ჩემთვის არ არის აუცილებლად რაღაცა ბევრი ეს რაღაც საჩუქრები. ჩემთვის თავია რომ მავსებდეს და უნდა იყოს ისეთი როგორიც მე მინდა. თორე რაღაცა იმებით ვერ მიყით. ხო, ნუ ეს რაღაცა ვერ მიყით ის ნუ ასე ვთქვა. თორემ მე ვარ ძალიან independent, ანუ მე ძალიან მე იმდენად ჩამოვყალიბდი ჩემ რაღაცა ვერ წარმომიდგენი რომ შეიძლება ვიღაცამ შეიძლება იზრუნოს ჩემზე და ამიტომაც ალბათ მე არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ რაღაცა still single ვარ და რაღაც მარტო ხო რაღაც ისე გამოდის. So you heard it, Georgian men from Christie, მოისმინეთ თუ როგორ უნდა გახადოთ საკუთარი ქალბატონები ლამაზები და მომხიბლავები. თქვენ ამისთვის ბევრი ფული სულაც არ გჭირდებათ. Just love them. უბრალოდ გიყვარდეთ თქვენი ქალები. Just love. You're absolutely right. I know I am. Because I'm English. მე ვიცი, რომ მართალი ვარ. მე ხომ ინგლისელი ვარ. Christie, Yes, let me but I told you. You Yes, did. okay. You helped me with that one. და შენ მიმიყვანე ამაზრამდე. I think I am English too. I Yes. think so. I think you might have some English. Yes, I was there. შენ ისე ახლოს იყავი ჩვენ დედოფალთან, რომ ეხლა ცოტაოდენი ინგლისური სისხლი გაქვს. სხვათა შორის მე მიყვარს მოგზაურობა და ყოველთვის როდესაც სადმე ჩავდივარ, არა ტურისტულად ვცდილობ იქ ვიყო, ანუ მინდა ყოველთვის ვიცხოვრო იქ. შეიძლება ის იყოს 10 დღე, ანუ არ იყოს დიდი ხნით, მაგრამ მე მინდა მარტო ვიპოვო ის ადგილები, არ მინდა რომ ვიღაცამ რაღაცა ჯგუფის წევრმა სადღაც წამიყვან. ანუ არც არასდროს არ ყოფილვარ ესე. ანუ ესეთი ტრიპი არ მქონია და ყოველთვის ვცდილობ იქაური გავხდე. ანუ იქაური გავხდე არა, მაგრამ აი რაღაცა იქაური ცხოვრებით ვიცხოვრო, იმ მაღაზიაში შევიდე, რაღაცა ვიყიდო, საჭმელი ან რაღაც. ანუ ტრანსპორტში შევიდე, აუცილებლად უნდა დავიწყდე, იმიტომ რომ მაინტერესებს როგორია. აქაც დავდივარ სხვათა შორის, რატომღაც ძალიან ისე მიყურებენ აქ მეტროში და ვერ ანუ რამოდენიმეჯერ მოხდა ისე იყო გადაკეტილი გზა და შევედი და რაღაც ძალიან ისე მიყურებდნენ, თითქოს გაუკვირდათ. მე მახსოვს ინსტაგრამზე დავდე ფოტო რაღაც მეტროში და წერდნენ რომ როგორ შეხვიდე და მე პირიქით მე მიყვარს მეტროც მიყვარს და ფეხი დავდივარ ძალიან ბევრს. ეხლა გადავედი სულ სხვა თემაზე ბოდიში, მაგრამ ხო, ეხლა ხან დავბრუნდი ესპანეთიდან იქ ფილმში გადამიღეს და იქაც რაღაცა ბროვდევდი თქვა ფოტოს Facebook-ზე მიწერდნენ რომ როგორ მოგიხდა და ვერ ხვდები სადაც ჩავდივარ მე ყველა მაგას მეუბნება როგორ გიხდება და ვეღარ მივხვდი ესე იგი ფიქრობ რომ მე რაღაც ესეთი კოსმოპოლიტი ვარ რომ აი სადაც ჩავდივარ იქაურობას ძალიან მაგრა ვერ გები და ლონდონიც ძალიან კარგი აი ძალიან London is calling me. Yeah, you've got a universally beautiful face. Let me just ask you then, if you had an opportunity to go to London tomorrow for a short trip, and you had to choose your ideal man to take with you on this trip, what would you be looking for in that man? ყველა მაგალითად თუ ვინმე მომწონებია და ისე რომ გავიხსენო ყველას განსხვავებულია მე არ მყავს ერთი ესეთი ტიპაჟი I have no type as long as he's maybe got those qualities of respect and love and caring which you've told me are very important პატივი უნდა გცეს და იზრუნოს შენზე კი ნუ თუ დავიწყებთ იმას ანუ რატომ მაინც და მაინც ლონდონში იმან უნდა წამიყვანოს მე არ უნდა წამიყვანო That's true actually. Yeah, turn it around. მართალი ხარ. ის უნდა იყოს ძალიან ძლიერი, თავის საქმეში ძალიან მაგარი, პროფესიონალი და მე მისგან მინდა რაღაცები ვისწავლო.
მას უნდა უყვარდეს ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები. და ძალიან უნდა მოწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ და იყოს ჩემი ძალიან დიდი თაყვანისმცემელი. ანუ ჩემი საქმის და არა ჩემი. იმიტომ კი არა რომ ვაიმე რაღაცა კრისტი მოწონს და იმიტომ არა, აი ჩემი საქმე რომ ნახოს როგორ ვაკეთებ, ხო? და მეტი არაფერი და ნუ არ ვიცი მე ეს ყველაფერი მაინც მე ვფიქრობ დესტინი არის და ნუ ალბათ ოდესღაც მე ეს დესტინი რაღაცა What's a bigger turn on? რა უფრო მეტად აგაგზნებს, სექსი თუ შოპინგი? Sex or shopping? საყიდლებზე წასვლა მე არ მიყვარს. ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ანუ ეს არის ძალიან როგორ გითხრა, ვერ ხვდები რა ვიყიდო, რა მინდა და გადავწყვიტე რომ აღარ ვიარო შოპინგზე და უბრალოდ ვიცოდე ზუსტად აი მინდა ეს და მივდივარ და ვყიდულობ. სანამ მივალ უკვე ვიცი რა მინდა. აი ესე დათვალიერება და ფიქრი ეგ მაგიჟებს ძალიან ღლის. Yeah, I can't believe it. As a Georgian top model on the show, doesn't like shopping. No. But მაგრამ ეს სიმართლეა და თქვენს ეს გაიგეთ. I can't believe it. It's true, you've heard it. Have you ever had a good stiff drink before როდესმე პოდიუმზე გამოსვლის წინ დამთრალ ხარ ისე უბრალოდ ნევრების დასამშვიდებლად მხოლოდ არასდროს არ დამილევია ანუ არასდროს არ დამილევია ანუ არასდროს არ გამისწი That's good. ეს ისე პროფესიონალია. ეს ასეა. არა, აქ მარტო პროფესიონალზე არ არის, ანუ ეს რაღაცა ესეთი ვარ. მე ხორცაც არ ვჭამ. ანუ არის რაღაცა პროდუქტი, რაღაცებს არ ვჭამ, არ მივირთმევ. That's good. And it shows. No, maybe that's why I am look good. Absolutely, yeah. Christy, let me ask you, have you got any brief advice for young girls, young women looking to get into modelling? Any advice you can give them about their appearance? არ მისცემ დამწყებ მოდელებს. როგორ მოიცემ, როგორ დაიჭირონ თავი, ვის მიმართონ, როგორ მიხედონ საკუთარ გარეგნობას. ნუ ეხა ყველა ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, ყველას რაღაცა შემოგიღაც კომპლექსი აქვს, არ მოწონს თავისი ცხვირი, მაგრამ ზედმეტი არაფერი არ გააკეთონ, მაგას ურჩევ, იმიტომ რომ ზედმეტი თქვა იქ ტუჩის გაკეთება იქნოთ, ნუ რაღაც ეს ყველაფერი ძალიან ესეთია არ მინდა ამ თემას შევეხო ხო, მაგრამ მე ჩემგან გამომდინარე ხო, თუ ვიმშე. მე მიყვარს ყველაფერი ძალიან აქტუალური, ანუ რაღაც აი ზედმეტად რაღაცა გადაპრანჭული, ალბათ მე თვითონაც ეგეთი ტიპიც ვარ და იქიდან გამომდინარე პროფესიიდან გამომდინარე ხშირად რომ მიწევს ამ ყველაფრის კეთება, პირიქით მაქვს დღეები, როცა ვისვენებ ამისგან და მაგ დღეებში ვარ ბედნიერი და შევა იყოთ ნატურალურები, უნდა იყოთ დარწმუნებულები თქვენს თავში და თქვენს ძალებში და თქვენ თავს უნდა სცეთ პატივი, რომ მე უკვე ყველა გცემს პატივს. Respect yourself and everyone will listen. უნდა მივიდნენ სააგენტოში, მე შემიძლია შევთავაზო look models, რაღაც ძალიან ბევრი არის, რამოდენიმე სააგენტო არის. სხვათა შორის მე ზოგჯერ მან ვატარებ master class. და მივიდნენ იქ და თუ მათ მოეწონებათ აიყვანენ და მერე უკვე უნდა იმუშაონ თავის თავებზე. თავარი ერთ-ერთი ინსტრუმენტი მე ვთვლი რომ მოდელისთვის არის თვალები. იმიტომ რომ მარტო აღნაგობაზე არ არის, მარტო იმაზე არ არის თქვათ რომ ამაზია და რაღაცა ესეთი სტანდარტებში 90-60-90 არა ეგრე არ არის. ანუ უნდა გამოდიოდეს და ამ თვალებით, იმიტომ რომ ეს როგორც მე შევადარებ თქვათ თეატრს, ხო? მაგრამ თეატრში მსახიობს აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვას. ანუ ხმაც ეხმარება, მაგრამ აქ არც ხმა გაქვს არაფერი ის ძალიან ვიწრო სცენა, ძალიან ინტიმური სცენა არის, ანუ ძალიან ახლოს ხარ შენ მაყურებელთან და გამოდიხარ და შენ უნდა მოუყვე შენი ამოცანა ის არის, რომ უნდა მოყვე ისტორია როგორ გზნობ თავს აი ამ თქვათ რაღაცა კაბაში, ხო, რაც გაცვია ამ წუთას და
ეს არის ძალიან რთული და ამას ვერ ასწავლი. მე კი ვატარებ ამ workshops და master class, მაგრამ მაქსიმალურად მინდა რომ აი ეს გავაგებინო. ზოგი არის რომ ამას იგებს და არიან გოგოები, რომლებიც კარგად გრძნობენ კოსტიუმს და კარგად წარადგენენ ამას. ზოგს საერთოდ აი უბრალოდ გამოდიან. ზოგი უბრალოდ იპრანჭება. ანუ გონია რომ თვითონ უნდა იყოს ლამაზი და ის კოსტიუმი იკარგება. უნდა მოიხდინო. I hope the young women იმედი მაქვს გოგონები, ვისაც სამოდელო კარიერა ოცნება და ქცეული, ჩემს რჩევებს გაითვალისწინებენ. მადლობა. Now I understand your მაგალითად ჩემ შვილს არ უნდა მოდელობა. ჩემი შვილი, ხო, ანუ ის ჯერ კიდე სანამ მეორსულად რო ვიყავი, ანუ მუცელი მეტყობოდა და გამოვედი ჩვენებაზე, მე 3 წლის იყო რომ გამოვიდა ჩვენებაზე, ანუ ეს რაღაც თავისით ხდებოდა და მაგრამ ისე მოხდა რომ 5 წლის რო გახდა თავის დაბადების დღეზე დარეკეს და დაპატიჟეს ფილმში გადასაღებად და იმის მერე თქვა რომ მე უნდა ვიყო მსახიობი. Now Christy, on the Green Show, I normally ask my guests to teach me some Georgian or an idiom or a joke. ჩემს შოუში ყველა სტუმარს თითო ქართული სიტყვის ამ ფრაზის სწავლას ვთხოვ. ანტაზე მაქვს ფოთა შორის ესეთი ძალიან საყვარელი. We're going to have some fun. I want you to teach me, if you can, how to walk მე მინდოდა ვთხოვო პოდიუმზე სწორად სიარული მასალა. აი ისე, როგორც მამაკაცი მოდელები დადიან. გააკეთებ ამას შემთვის. კი, სიამოვნებით. I'll also got to let all our listeners know that if they want to see me, რომ თუ გაინტერესებთ როგორ მასწავლის კრისტი პოდიუმზე სიარულს, უყურეთ ვიდეოს რადიო იმედის ოფიციალურ YouTube გვერდზე. სხვათა შორის მე ძალიან მომწონს სწავლა, როდესაც ვასწავლი ბიჭებს. მოდელ ბიჭებს. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ, ანუ მე ხო ქალი ვარ და ანუ მე ვიცი კარგად ქალის სიარული, მაგრამ კაცის სიარულიც ვიცი. Very good. I'm in expert hands then. მაშასე. Obviously. მე პროფესიონალის ხელში. Okay, Christy, let's go and strut our stuff on the cat. წავედით სამეცადინო. Let's give it a go. I'm up for it. Let's go. მოდი ვნახოთ როგორი მოდელი ხარ, როგორი მოდელი გამოვა შენგან. Well, Christy, thank you so much for being, again, a magnificent guest on The Green Show. It's been absolutely wonderful today. Thanks for teaching me how to do the catwalk. But Georgia, make sure to tune in next Wednesday, 8 o'clock after the news, for more Green Show with me, Rich Green, and I'm sure another fantastic guest. Thank you so much. Nice to meet you. And that's it for another fantastic Green Show, Georgia. Make sure you tune in next Wednesday, 8 o'clock after the news, for more fun with me on The Green Show. Christy's been a superb guest today, and I can walk like a model now.